მეგობრებო, მოგესალმებით. გთხოვთ დავიკავოთ ადგილები და დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. ქორუმი გვაქვს შესაბამისად. პირველ რიგში მინდა კომიტეტის წევრებს გაგაცნოთ დღის წესრიგი. დღეს გვექნება სამი საკითხი განსახილველი. პირველი ჩვენ გავიხილავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. მოხსენებელი იქნება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, შემდეგ კი მეორე საკითხი გვექნება საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილისა და სხვების მიერ მომზადებული კანონის პროექტი პაკეტი არის ეს არის ესე იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შესახებ თანამდებობ ინიციატივებთან ერთად მოხსენებელი იქნება ბატონი არჩილ გორდულაძე და მესამე საკითხი იქნება უკვე ანგარიშის მოსმენა, კერძოდ ეს იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2024 წლის წლიური ანგარიში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია წარმოგვიდგენს. გთხოვთ რომ ამ თანმიმდევრობით დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ინიციატივა, რომელსაც ბატონ ვახტანგს ვთხოვ რომ წარმოგვიდგინოს. მადლობა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონ პროექტს, რომელიც ადგენს ინტერნეტ სივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელის, ასევე მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმს. კერძოდ ამ შემთხვევაში შემოდის შუალედური მომსახურების მიმწოდeblis ვალდებულება, რომელიც ათავსებს კონკრეტული პირის მიერ ატვირთულ რომელიმე ინფორმაციას, რაც შეიცავს ნაწარმოების ავტორის თუ სრულებლის საავტორო უფლებას, რომ მისთვის საავტორო უფლების მფლობელის შესაბამისი შეტყობინების და ასევე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პირს ნამდვილად ეკუთვნის ამ ნაწარმოებზე საავტორო უფლება, ამ შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 სამუშაო დღისა, უნებართვოდ ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია წაშალოს ან საერთოდ შეზღუდოს მასზე წვდომა. ამავდროულად ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია უფლების დამრღვევის, სავარაუდო დამრღვევის შეპასუხების შესაძლებლობაც, კერძოდ მას შეუძლია, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც ის თვლის, რომ აღნიშნული ნაწარმოების ატვირთვით და მისი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებით არ ირღვევა უფლება საავტორო უფლების მფლობელის და ამ შეტყობინების გადაგზავნიდან 2 კვირის განმავლობაში, 14 დღის განმავლობაში, თუ საავტორო უფლების მფლობელი ვერ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურებულია, რომ ნამდვილად მას ეკუთვნის ამ ნაწარმოებზე საავტორო უფლება და აქვს შესაბამისი განჩინება, რომლითაც აღსასრულებლად არის გაცემული დაკმაყოფილებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, შეზღუდული ან გამქრალი შესაბამისი ნაწარმოებებზე წვდომა აღადგინოს. აღნიშნული ინიციატივა მომზადდა ევროკავშირისა და კომისიის დირექტივის საფუძველზე ელექტრონული კომერციის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული დირექტივა არ არის დირექტივა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ეკისრება ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 2024 წლის ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში გამოთქმული იყო ესეთი მოსაზრება აღნიშნული რეგულაციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ასახვაზე, შესაბამისად ის აისახა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 2025 წლის სამოქმედო გეგმაშიც და ამ ცვლილებების მიღების შედეგად ეს არა მანდატორული, მაგრამ გაფართოების ანგარიში დაფიქსირებული ვალდებულება საქართველოს მხრიდან შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ეს გაგრძელება გასულ წელს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მიღებული კანონში შეტანილი იმ ცვლილებების, რომელმაც დაადგინა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის პირობები და ამავე დროს ჰონორარის სამართლიანი განაწილების პრინციპები და უზრუნველყოფს მნიშვნელოვანწილად საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებზე შესაბამის რეაგირებას და საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. შუალედური მომსახურების მიმწოდებლებს კი გაუჩნდებათ ამ თვითრეგულირების მექანიზმის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საავტორო უფლების მფლობელისათვის. მადლობა ბატონო ვახტანგ. იმეჩნია რომ საკმაოდ საინტერესო ინიციატივა არის. კომიტეტის წევრებს შევახსენებ, რომ აღნიშნულ საკითხს ჩვენ როგორც სავალდებულო კომიტეტი ამ სტატუსით განვიხილავთ. კითხვები თუ აქვს კოლეგებს, ბატონო არჩილ, გთხოვთ.
მადლობა ბატონო ერთი კითხვა მექნება რომ დაგვიზუსტოთ ამ შემთხვევაში უფლების მფლობელში იგულისხმება კონკრეტულად უშუალოდ ვის ავტორო უფლების მფლობელი თუ მათ შორის თუ ვინმესთვის აქვს მაგალითად კოლექტიური მართვის ორგანიზაციისთვის მინდობილი ამ უფლების რეალიზება კოლექტიური მართვის ორგანიზაციასაც თუ ექნება ანალოგიური თქვათ შეპასუხების საკითხის დაყენების უფლება თუ უშუალოდ უფლების მფლობელმა უნდა დააყენოს და დაიცვას თავისი უფლება შუარგოლთან. მეტი კითხვა არ არის დარბაზში, ბატონო ვახტანგ გთხოვთ უპასუხოთ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ ისარგებლებს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია წარმომადგენლობის პრინციპიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, თუ მას აქვს გადაცემული შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე საავტორო უფლებების დაცვის შესაბამისი ვალდებულება, მასაც ექნება ჩვეულებრივი ამ ქმედების განხორციელების უფლება. ანუ თავარი არის, რომ იქნება დაცვის და რეაგირების სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომ ერთი დღის განმავლობაში მოხდეს შეზღუდვა ყოველგვარი რაღაც დამატებითი ადმინისტრაციული ჩარევის და ამ სამ პირს შორის, ანუ შუალედური მომსახურების მიმწოდებელს, უფლების დამრღვევსა და უფლების მფლობელს შორის შესაბამისი ბალანსი და სამართლიანი წესები აღდგეს. დამოზრდებელი კითხვები ხომ არ გვაქვს? კეთილი, როგორც ჩანს მეტი კითხვა და მოსაზრება დარბაზში აღარ არის, ამიტომ აღნიშნული საკითხი განხილულია. მადლობა ბატონო ვახტანგ. გადავდივართ დღის ესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელიც პარლამენტის წევრების ბატონ არჩილ გორდულაძის და სხვათა მიერ არის საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის სხვა თანამდებობ ინიციატივებთან ერთად ბატონო არჩილ გთხოვთ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე კოლეგებო დამსწრე საზოგადოება წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს სხვა თანამდებობ კანონ პროექტებთან ერთად პრინციპების დონეზე ბატონ რატი თქვენის ნებართვით ერთიანად პაკეტის თაობაზე ვისაუბრებ ამ კანონ პროექტით და საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანი და სულისკვეთება არის დაზარალებულების უფლებებში აღდგენა იმისათვის რომ გამარტივებული სწრაფი ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეკონომიკური ფინანსური დანაშაულების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს დაზარალებულებისათვის მიუხედავად იმისა რომ გარკვეული მექანიზმები უკვე არსებობს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში რომელიც გულისხმობს რომ დანაშაულების გზით ზიანის მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს აქვს შესაძლებლობა რომ სამოქალაქო წესით იდაოს და აღიდგინოს თავისი უფლებები, აუნაზღაურდეს მას შესაბამისად მიყენებული ზიანი სამოქალაქო საქმის წარმოებისას განსაკუთრებით დროში გაწერილი შეიძლება იყოს აღნიშნული პროცესი და შესაძლებელია რომ ნაკლებად ეფექტიანიც კი იმისათვის რომ გაიზარდოს ეფექტიანობა მნიშვნელოვანია რომ სისხლის სამართლის საპროცესო სისხლის სამართლის კოდექსის ამავდროულად თანამდებობი ცვლილებების ერთობლიობაში მოხდეს ისეთი მექანიზმის შემუშავება რომელიც ერთი მხრივ მოახდენს შემდგომი დანაშაულების ჩადენის პრევენციას ხოლო მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი საშუალება იქნება უზრუნველყოფის ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული პირველ რიგში რომ თქვა თუ რა დანაშაულებს შეეხება ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა ყაჩაღობა თაღლითობა გამოძალვა მითვისება ან გაფლანგვა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტყუება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება. ამ მუხლებით გათვალისწინებულ და სხვათა შემთხვევაში თუ დამნაშავე ზიანს მიაყენებს და ფაქტია რომ სხვანაირად ეს დანაშაულები ვერ დადგება ბუნებაში თუ ზიანი არ არის მიაყენებს კონკრეტულ ადამიანს ეხლა გვაქვს ესეთი მოცემულობა სამწუხაროდ რომ დამნაშავეები ფიქრობენ რომ მოიხდიან
კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა სასჯელის შემდეგ გამოვლენ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას და ის მიყენებული ზიანის შედეგად აღებული თანხებიდან დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას მოიხმარენ თავიანთი შეხედულებისამებრ და საერთოდ არ დაგიდებენ ადამიანების უფლებას, რომ მათი ზიანი ანაზღაურებული იყოს. რეალურად ჩვენი მიზანია და შემოთავაზებული სრულებების სულისკვეთებაა, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ აწყონ. იგივე იყო ზუსტად, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ნარკოტიკულ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტის პაკეტს, როდესაც ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდა, ზუსტად იგივე მიზანი არის ამ შემთხვევაში, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება და თავისი წარმატება სხვისი დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოაწყოს. წარმოდგენილი სრულებების მიხედვით მსჯავრდებული რომელიც მოიხდის შესაბამისად კანონით გათვალისწინებულ და მოსამართლის გადაწყვეტილებით მისჯილ სასჯელს, მანამ სანამ არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, მას აეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილებითვე საქართველოს ტერიტორიის დატოვება. ეს რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფაა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა. შესაბამისად დანაშაულების კატეგორიის მიხედვით იქნება საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის ვადებიც. ნაკლებად-მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 6 წელი, მძიმე კატეგორიის შემთხვევაში 12 წელი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში 16 წლით, არაუმეტეს 16 წლით განესაზღვრება საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა, მანამ სანამ რა თქმა უნდა თუ არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. ამავდროულად, როგორც სამოქალაქო წესით რომ ედავა ადამიანს ზიანის მიმყენებელს დაუყადაღდებოდა და შესაბამისად მისი ქონებები აღსრულებაში მიექცევოდა დაზარალებულის სასარგებლოდ, სისხლის სამართლებრივი წესით გაკეთდება ეს ყველაფერი, მათ შორის პროკურატურის გამოძიების ეტაპზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. დამნაშავეების ქონებები მიემართება დაზარალებულების ასანაზღაურებლად, ამავდროულად მისი ახლო ნათესავების, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, და ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული ან ფლობელობაში არსებული უკანონო დაუსაბუთებელი ქონებების ანალოგიურად მიემართება დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში 194 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ან ფულის გათეთრების უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის კუთხით თუ ადამიანი იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში და არის მსჯავრდებული, მისი ქონების ჩამორთმევა ხდება და სახელმწიფო საკუთრებაში ასახვა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს აღნიშნულ ქონებებზე და ზრუნავს დაზარალებულზე. არ არის მნიშვნელოვანი ქონების მიღება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის უფლების აღდგენა და მისთვის ზიანის ანაზღაურება. ამავდროულად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტითვე გათვალისწინებულია დაკავშირებული პირების ცნება, დაახლოებით ისეთივე როგორც ეს ნარკოტიკული ან რეკეტული დანაშაულების შემთხვევაში გვაქვს, ანუ დამნაშავის, რომელიც ზიანს მიაყენებს თავის დანაშაულებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა პირს, თუ განიზრახავს რომ ქონება, რომელიც მიიღო, ან სხვა სარგებელი, რომელიც მიიღო და ამავდროულად ცდილობს რომ გადამალოს სხვა ადამიანთან, ეს ადამიანი დამნაშავესთან დაკავშირებული პირი ხდება და ესაზღვრება კანონმდებლობით და ამ პირის უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებებიც ისევ და ისევ დაზარალებულის დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებლად მიექცევა. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონმდებლობითვე განისაზღვრება ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რომლის მთავარი მიზანია, მთავარი და ერთადერთი მიზანია, რომ მოახდინოს პრევენცია ადამიანმა გადაკვეთოს საზღვარი, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ამით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გაიქცეს და ზუსტად ამიტომ არის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, იმ ვადით, რა ვადით ეს თავისუფლების აღკვეთა საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა ექნება სასამართლოს მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სახით, ისინი ელექტრონული მონიტორინგის სისტემით იქნებიან აღჭურვილები, რათა კონტროლი განხორციელდეს, რომ მათ საზღვარი არ გადაკვეთონ, საქართველოს კონტროლებადი ტერიტორია არ დატოვონ.
სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს რაც შეეხება მთელი რიგი პროცედურული საკითხები არის გათვალისწინებული შესაბამისად თამდე საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში, დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში და ამავდროულად სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში. ეს არის წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი მიზანიც და არსიც. ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან, აპარატის თანამშრომლებთან ერთად და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად იმისათვის, რომ ახალი ცვლილებები გამართული იყოს საკანონმდებლო კუთხით, ამავდროულად მექანიზმები იყოს დახვეწილი და თუ რაიმე იქნება კიდევ დამატებითი მექანიზმების სახით, აუცილებლად როგორც წამყვან კომიტეტზე გაცნობთ, ამავდროულად საზოგადოებას ეცნობა პირველი მოსმენით პლენარულ ხდომაზე განხილვის დროს, რომ შევაჯამოთ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ისევ და ისევ ეფექტური მექანიზმის შემუშავება, რათა ერთი მხრივ მოხდეს პრევენცია დანაშაულების ჩადენისა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ზიანის მიყენების ანაზღაურება და საერთო ჯამში, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, მათ შორის გავრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც ეხლა სასამართლო საქმის წარმოება დასრულებული არ არის და მიმდინარეა, ისევ და ისევ უფლებრივი სტანდარტის მაღალიდან გამომდინარე და მიზნიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში გამართული მექანიზმის შედეგად დაზარალებულები შესაძლებლობა ექნებათ, რომ ზიანი აინაზღაურონ მარტივად. კითხების შემთხვევაში მზად ვარ გაგცეთ პასუხები. დიდი მადლობა ბატონო არჩილ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უფლებების დაცვის კომიტეტი ამ ინიციატივას მიესალმება და ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ უფლებრივ ჭრილში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან მოგეხსენებათ სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეს არის სწორედ დაზარალებულების უფლების სწრაფი აღდგენა. და ფაქტი არის, რომ ამ ხრივ დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევები და ამ გამოწვევებზე რეაგირება არის ჩვენი ვალდებულება და სწორედ ამ ჭრილში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. სამწუხაროდ თქვენს აღნიშნეთ და გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც წინასწარ განზრახვით ხდება გარკვეული პირების დაზარალება, ქონების მითვისება, სხვა ტიპის დანაშაული და შემდეგ დამნაშავეებს ურჩევნიათ ან სასჯელი მოიხადონ, ვიდრე ანაზღაურონ, ხდება ისე, რომ ამ ქონების გადამალვა ხდება ხოლმე და შესაბამისად ამ დროს როგორც სახელმწიფოს, ასევე დაზარალებულის მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, მისი დარღვეული უფლებების სწრაფი აღდგენა არის და ამიტომ აი ამ ჭრილში უნდა უყურებდეს სახელმწიფოს ამ პროცესებს და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გვაქვს კითხვები დარბაზიდან? გვაქვს კითხვები ვინმეს? კითხვები მოსაზრებები არ არის, ფაქტობრივად ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ ინიციატივაზე, რასაკვირველია და აქედან გამომდინარე სრული მხარდაჭერა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ დასკვნითი სიტყვით ისარგებლოთ და უკვე ფაქტობრივად საკითხი განხილული იქნება. რეალურად რასაც ჩვენ ვხედავთ საჭიროებას ზოგადად ამ კანონპროექტის მიღებისა, პრაქტიკაში არსებულმა გამოწვევებაც გატყო და წარსულში მიმდინარე მოვლენებაც სამწუხაროდ სულ რომ ჩვენ დედაქალაქის რეალობიდან ვიმსჯელოთ, მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა და ზიანი მიადგა, თუნდაც მაგალითად მშენებლობების დაუმთავრებელი მშენებლობების პარკლებში ძალიან ბევრი იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ფინანსურმა სქემებმა და დანაშაულებრივმა გეგმებმა საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო ის, რომ არაერთ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სხვადასხვა დანაშაულების ჩადენის გზით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სახის მექანიზმი, ფაქტია, რომ მისი ეფექტურობა გასაზრდელია და ამავდროულად სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად და ამავდროულად მათი უფლებებში აღსადგენად სწრაფი და ეფექტური, უკვე მე რამდენად გავიმეორე ეს სიტყვები, რომ თავარი არის, რომ არსებობდეს არა უბრალოდ მექანიზმი, არამედ ეს მექანიზმი იყოს სწრაფი და ეფექტური დროში, მოკლე ვადაში შედეგის მიმღები და ზუსტად ამას
თაობაზე არის ამის მიზნით არის შემუშავებული წარმოდგენილი ცვლილებები და რა თქმა უნდა მომავალშიც კიდევ დაიხვეწება იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული საბოლოო სახე იყოს მიღებული და იმ დამნაშავეებს რომელთაც სურვილი ჰქონდათ და ან აქვთ რომ თავიანთი ქონებები გადამალონ კოვზნაც არ ჩაუვარდებათ მარტივად მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი რომ მათი გადამალული იქნება ეს მათ ოჯახის წევრებთან ახლო ნათესავებთან თუ მათთან დაკავშირებულ პირებთან გადაღმავლული ქონებები მოძიებული იქნეს და შესაბამისად მიქცეული ისევ და ისევ დაზარალებულების სასარგებლოდ და ამ ადამიანებს აღარ უნდა გაუჩნდეთ სურვილი რომ ახალი დანაშაულები ჩაიდინონ იმიტომ რომ გარანტია იქნება რომ სახელმწიფო იდგება სავის სიმაღლეზე და ასეთ ქონებებს მოიძიებს რა თქმა უნდა შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების სასამართლო სისტემის ჩართულობით და საბოლოო ჯამში აუცილებლად მიყენებული ზიანი საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ანაზღაურებული იქნება. რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ კვლავ იყოს შესაძლებლობა იმისა რომ ბოლომდე ვერ მოხდეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება რომ ყველა ღონე იხმაროს ადამიანის უფლების აღსადგენად. სრულიად გეთანხმებით და ვიზიარებ თქვენს პოზიციას ბატონო არჩილ, ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ საგანმანათლებლო პაკეტის წარმოდგენისთვის. საკითხი განხილული არის. მადლობა თქვენ და გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე ბოლო საკითხზე. ეს არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ანგარიში. ბატონი დავით ნარმანი არის მოხსენებელი. მოგესალმებით ბატონო დავით. აქვე თქვენის ნებართვით დაახლოებით 10 წუთიანი რეგლამენტი თუ იქნება საკმარისი შევთანხმდეთ, კეთილი, მაშინ მოусმინოთ მარეგულირებელი კომისიის ძალიან საინტერესო ანგარიშს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, დეპუტატებო, დამსწრე საზოგადოებას მივესალმები. ვეცდები რომ წლიური ანგარიშთან სწორედ 10 წუთში წარმოვადგინო ის ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილს და არ გადაგღალოთ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ტექნიკური დეტალებით. პირველ რიგში დავიწყებ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმით, ეს არის მომხმარებელთა მომართვიანობა და ამის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გასულ წელს 3000-ზე მეტი განცხადება საჩივარი შემოვიდა მარეგულირებელ კომისიაში არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით და ჯამში მომხმარებლებს 2.769.000 ლარი ჩამოეწერათ. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ CEMEX დამტკიცებული აქვს კომერციული ხარისხის სტანდარტები და ამ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში კომპანიები ვალდებული არიან მომხმარებლებს დაარიცხონ კომპენსაციები და გადაუხადონ გარკვეული თანხები. გასულ წელს ესეთი არასათანადოდ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე სამივე სექტორში, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების და გაზმომარაგების სექტორში მომხმარებლებს კომპანიებმა კომპენსაციის სახით დაახლოებით 2.5 მილიონ ლარამდე გადაუხადეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გასულ წელს შევიმუშავეთ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება ბუნებრივი გაზის სექტორს. თუ ადრე მხოლოდ ინდივიდუალურად იყო შესაძლებელი ბუნებრივი გაზის საცხოვრებელ ბინებში შეყვანა, უკვე ჩვენს მიერ დამტკიცებული წესით შესაძლებელი არის ერთობლივად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალიზებული გათბობის სისტემის გაკეთება. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დეველოპერულმა კომპანიამ ამით უკვე ისარგებლა და ეს მექანიზმი ხელს უწყობს იმას, რომ ერთის მხრივ ბუნებრივ აირზე დანახარჯები შემცირდეს, მეორეს მხრივ არ არის საჭირო ყველა საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალურად გათბობის სისტემის და ქვაბების დამონტაჟება, მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება და რაც ყველაზე მთავარია, ნამწვი აირები, ანუ გამონაბოლ ქვის მნიშვნელოვანი შემცირება ხდება, რაც გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ იუსტიციის სახლთან ერთად რამდენიმე წელია მჭიდროდ მუშაობდა თანამშრომლობთ, რაც გულისხმობს მთელი რიგი სერვისების იუსტიციის სახლებში გადატანას, ვინაიდან იუსტიციის სახლების განსაკუთრებით რეგიონებში ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება და მოცვის არეალი არის მაღალი, შესაბამისად მომხმარებლებს უადვილდებათ, რომ იუსტიციის სახლებში მიიღონ ის მომსახურება, რაზეც ადრე უწევდათ სხვადასხვა ენერგოკომპანიების ოფისებში მისვლა. შესაბამისად საცხოვრებელი სახლის თუ ბინის ყიდვა გაყიდვის შემთხვევაში სამივე აბონენტის გადაფორმება ავტომატურ რეჟიმში იუსტიციის სახლებში ხდება, CEMEX-ისთვის განცხადების გამოგზავნა, საჩივრის დაფიქსირება, დავალიანების
გადანაწილებას განაცხადის გაკეთება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ოპერაცია დღეს სწორედ იუსტიციის სახლების მეშვეობით შეუძლიათ განახორციელონ მომხმარებლებმა და ერთ საინტერესო ციფრს მოვიტან თუ 2023 წელს მაშინ ახალდანერგილი იყო ეს სერვისი და ეტაპობრივად იტესტებოდა დაახლოებით 29000 მომხმარებელმა მიმართა იუსტიციის სახლს 2024 წელს 34000-მდე მომხმარებელმა მიმართა იუსტიციის სახლს, ანუ წინა წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც ამ სერვისით ისარგებლეს. ასევე ახალი სერვისი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ, ეს არის PIFK-ის 303 დიეზი, მობილური ტელეფონით სხვადასხვა კომუნალური ოპერაციების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ამ სერვისის დანერგვიდან 2024 წლის ბოლომდე 6.6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა და რაც უფრო ასე თქვათ დრო გადის, სულ უფრო და უფრო გამოყენებადი და პოპულარული ხდება, იმიტომ რომ ახალ-ახალი სერვისების ჩაშენება ხდება და 15-ზე მეტი ესეთი ოპერაციის სახლიდან გაუსრულად განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მოქალაქეებს. ჩვენ წარმოვადგინეთ პარლამენტში წლიური ანგარიში, სადაც გარდა ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობისა ვაკეთებთ შედარებებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან, ის ტარიფები, რომელსაც ჩვენ ვადგენთ, რამდენად ხელმისაწვდომია და როგორ არის შედარებადი სხვადასხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის სექტორში ჩვენს რეგიონში და მთელს ევროპაში ჩვენზე დაბალი ტარიფი აქვს მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს, ორივე ასე თქვათ ამ თვალსაზრისით რესურსებით მდიდარია და შესაბამისად მათ გააჩნიათ გარკვეული უპირატესობა იმასთან დაკავშირებით, რომ კონდეთ ელექტროენერგიის სექტორში ჩვენზე იაფი ტარიფები და ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში საყოფაცხოვრებო ტარიფი ასევე აზერბაიჯანში და თურქეთში არის ჩვენზე დაბალი. ყველა სხვა ქვეყანაში ჩვენზე გაცილებით მაღალია ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს. ჩვენ შევადარეთ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქები და თბილისი არის ერთ-ერთი პირველი, სადაც ყველაზე დაბალი წყლის ტარიფი გვაქვს 50 თეთრი 1 კუბურ მეტრ წყალზე, მაშინ როცა სხვა ქალაქებში რამდენჯერმე მეტია და არის ევროპის მთელი რიგი ქალაქები, სადაც 3-5 евро და მეტიც კი არის კუბური მეტრი წყალი. მნიშვნელოვანია ის, რომ მარგულებელმა კომისიამ თავის დროზე აიღო მართვის საერთაშორისო ISO სტანდარტი 9001/2015, რომლის პერიოდული განახლებაც ხდება. გასულ წელს მოხდა ასევე აღნიშნული მართვის სისტემის განახლება, სადაც შემოწმდა დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი ევროპული კომპანიის მიერ სემეკის საქმიანობა და მათ შორის ეს საქმიანობა მოიცავდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც ჩვენს საქმიანობას და პროცედურების გამართულობას. შესაბამისად მოგვენიჭა ასევე 2027 წლის ბოლომდე, ანუ მომდევნო 3 წლის განმავლობაში იგივე სტანდარტი და მისი გამოყენების უფლება. რამდენადაც ქვეყანაში ცხოვრების დონე უმჯობესდება წლიდან წლამდე და ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, სწორედ ამიტომაც ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოთ შესაბამისად მთავრობამ თავის ნაწილში და მარეგულირებელი კომისია შესაბამისი, ესე ვთქვათ, რეგულირების კომპონენტით. სწორედ ამიტომაც ჩვენ ბოლო წლებში ინტენსიურად უწყობდით ხელს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარებას და დღეს შეგიძლიათ იხილოთ ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლის სახურავი ან სხვადასხვა ტერიტორიები, როცა გავდივარ დედაქალაქიდან, სადაც მზის პანელებით არის დაფარული სახურავები, ტერიტორიები. ეს ნიშნავს იმას, რომ მზის ენერგიის, ანუ მწვანე ენერგიის უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მექანიზმი, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, ამ მექანიზმმა იმუშავა და 2024 წლის ბოლოს ჯამში დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატს შეადგენდა ესეთი, ესე ვთქვათ, მიკროსიმძლავრის სადგურების სახით. ახლა კი უკვე ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადავდივართ, ნეტო აღრიცხვის სისტემიდან. გასულ წელს თქვენს მიერ იქნა დამტკიცებული ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ კანონი მესამე მოსმენით, ცვლილება უფრო სწორედ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვენიჭა უფლებამოსილება და მიმდინარე უფრო სწორედ ივლისის ბოლომდე დავამტკიცებთ ახალ წესს, რომელიც
გულისხმობს 100 კილოვატამდე დადგმული მზის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტთან. ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომელზეც მუშაობდით, ის იყო მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც მეოთხე პაკეტის რატიფიცირება მოხდა, სწორედ ჩვენ გადავედით, ასე ვთქვათ, ამ ახალ სისტემაზე. მნიშვნელოვანია და მომხმარებლებს ყოველთვის აწუხებთ ის, რომ ქსელში არის გარკვეული ავარიები და ამ ავარიებს ჭირდება შესაბამისი რეაგირება. მარეგულირებელი კომისია აკვირდება ავარიებს, მის ყველა სტატისტიკას აკეთებს და საშუალოდ წლიურად რამდენი არის გამორთული ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი და ამ ავარიების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურა არის მოძველებული. ბოლო წლებში პოლიტიკა მიმართული არის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ ქსელურმა კომპანიებმა, რათა ავარიები შემცირდეს. 2024 წელს ჯამში ელექტროენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი იყო 487 მილიონი ლარის ინვესტირება და 491 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ანუ რამდენიმე მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ძირითადი ნაწილი ამ 80% ჩადებული ინვესტიციებისა გამანაწილებელ ქსელზე მოდის, ანუ თელასის და ენერგოპროს ქსელი, ტრანსფორმატორები, ქვესადგურები, სადაც არის ხშირი ავარიები. ანალოგიურად ბუნებრივი გაზის სექტორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ქვეყანაში იზრდება, იმიტომ რომ კომერციული სექტორი, რომელიც ვითარდება, იყენებს უფრო მეტ ბუნებრივ აირს და ასევე რეგიონებში განსაკუთრებით მასიურად მიმდინარეობს ახალი სოფლების გაზიფიცირება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ 2024 წელს ბუნებრივი გაზის სექტორში 59000-ზე მეტი ახალი აბონენტი იქნა მიერთებული ქსელზე. და 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით 1,536,000 ფიზიკური პირი იყო მიერთებული ბუნებრივი გაზის ქსელს და 67,500 კომერციული სექტორის ობიექტი. ბუნებრივი გაზის სექტორშიც ინვესტიციები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება, 122 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად 100 მილიონით მეტი იქნა განხორციელებული, 212 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა რეგიონებში სოკარის მიერ, ასევე სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ახალი სოფლების გაზიფიცირებაში და დედაქალაქში ასევე თბილისი ენერჯი ახორციელებს ახალი, ასე ვთქვათ, არეალების გაზიფიცირების პროცესს. და შესაბამისად აქაც ბუნებრივი გაზის სექტორში ჩადებული ინვესტიციების 91% განაწილების სექტორზე მოდის. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს, მათ შორის ერთი გახლავთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში. ეს არის ერთი სახელმწიფო კომპანია, ორი კერძო კომპანია, Georgia Water and Power, რომელმაც ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე მცხეთის წყლის და რუსთავის წყლის შერწყმა განახორციელა და დღეს ერთი ოპერატორია. ხოლო სხვა დანარჩენები არიან მუნიციპალური კომპანიები, ანუ 5 მუნიციპალური წყლის კომპანია. საინვესტიციო პროექტები წყალმომარაგების სექტორშიც აქტიურად ხორციელდება. დედაქალაქში რუსთავში ხშირი იყო ავარიები, დღესაც არის, თუმცა ავარიების რიცხვი შემცირდა, იმიტომ რომ 2023 წლიდან ჩვენი მითითების საფუძველზე Georgia Water and Power-მა გაზარდა ინვესტიციის მოცულობა. 2023 წელს 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს მათ, 2024 წელს განახორციელეს 107 მილიონი ლარი და რეგიონებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. თუ 2023 წელს 370 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2024 წელს 516 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნა განხორციელებული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის არეალში. და მეოთხე ახალი სექტორი, რომელიც რეგულირებისთვის გადაეცა SEMEX კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეს არის მელიორაციის სექტორი. ჩვენ 2024 წელს მელიორაციის სექტორისთვის დავამტკიცეთ აღრიცხვის სისტემები, გამრიცხველიანების გეგმა, წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი წყალმოსარგებლეთა აღრიცხვის ფორმები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მელიორაციის სექტორი უკვე
მარეგულირებელი წესებით და ნორმებით აღჭურვილია და შესაბამისად მიმდინარეობს ამ კომპანიის მიერ აქტიური მუშაობა სხვადასხვა საოპერაციო საკითხებზე. აქაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება იცით სახელმწიფოს მიერ მელიორაციის სექტორში იმისათვის რომ სულ უფრო მეტად გაიზარდოს მორწყვის არეალები და უფრო უკეთ იყოს უზრუნველყოფილი მომხმარებელი. და ბოლოს ინფორმაციის ღიაობა და საჯაროობა. სულ კომისიაში შემოვიდა 56 წერილობითი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, საიდანაც 55 სრულად დაკმაყოფილდა, 6 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 5 არ დაკმაყოფილდა. ის რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან არ დაკმაყოფილდა, გამოწვეული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ასეთი ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიაში არ ინახებოდა ან კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნებოდა კომერციულ საიდუმლოებას. სულ 2024 წელს ჩატარდა კომისიის 50 საჯარო სხდომა, ყველა სხდომა იყო ღია, არ გქონია შემთხვევა მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გვაქვს ჩვენ ამის საფუძველი, რომ სხდომა დაგვეხურა. მიღებული იქნა 988 გადაწყვეტილება და 51 დადგენილება. მოხარებელთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან აქტიურად ვღებულობთ მათგან ინფორმაციებს ხელხაზის მეშვეობით 15000-მდე ზარი იქნა განხორციელებული ხელხაზე და შესაბამისი რეაგირებები გაკეთდა 1200-ზე მეტმა მოხარებელმა Facebook გვერდის მეშვეობით მოგმართა და კიდევ ერთხელ ხას უსვამ იმას რომ 3000-ზე მეტი წერილობითი განაცხადი შემოვიდა და დამუშავდა კომისიაში. აი ეს იყო ძირითადი ინფორმაცია, უფრო მეტად შევეხე ადამიანის უფლებათა ნაწილს, თუ იქნება კითხვები, მზად ვარ რომ უპასუხო კიდევ. დიდი მადლობა ბატონო დავით. ნამდვილად სწორი აქცენტი იყო. ჩემს კოლეგებსაც შევახსენებ, რომ ჩვენ როგორც სავალდებულო კომიტეტი ესე გამიხილავთ ამ ანგარიშს, ამიტომ ის აქცენტები, რომელიც თქვენ ადამიანის უფლებების ჭრილში გააკეთეთ, სემეკის 2024 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით, ნამდვილად სწორი იყო ამ აქცენტების დასმა და ჩვენი კომიტეტისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ და ანგარიშის ნამდვილად არის ძალიან საინტერესო, რომელიც იმ პროგრესს აჩვენებს, რაც წლიდან წლამდე ნამდვილად არის ამ მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კომიტეტის წევრებს კითხავ, ხომ არა გვაქვს კითხვები. კითხვები მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ბატონო დავით, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით გმასპინძლობთ საქართველოს პარლამენტში. ჯერ კიდევ მახსოვს ის დროიდან, როდესაც თქვენ თბილისის მერი იყავით, ხშირად მიწერდა თბილისის მთავრობის ხსდომებზე დასწრება, რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო და მინდა გითხრათ, რომ ამ გამოცდილებას დღემდე ეს გამოცდილება დღემდე ძალიან მადგება და ასევე მადლობა ამისთვის. დღის წესრიგით ყველა საკითხი ამოწურული არის. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრაზე. აპარატს გითხავ, ფორუმი გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია დავიწყოთ კენჭისყრის ნაწილი. პირველი მივყვეთ ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც დღის წესრიგში გვქონდა, პირველი კენჭისყრაზე ვაყენებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილ კანონის პროექტს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? ერთხმად არის მხარდაჭერილი. მეორე ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძისა და სხვების ეს ინიციატივა პაკეტი გახლავთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ სხვა თანმიმდევრ კანონის პროექტებთან ერთად, ვინ არის მომხრე? ამას ერთხმად არის ეს საკითხიც მხარდაჭერილი და მესამე უკვე ჩვენ ცნობა არ ვიღებთ ამას, ვაღწევთ შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება ბიუროს, ამიტომ დადებითად, ანუ არ ყოფილად უნდა შევაფასოთ რეგლამენტის მიხედვით და დავსვამ კითხვას, ვინ არის თანახმა, რომ დადებითად შევაფასოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ამავე ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის თაობაზე. ასევე ანგარიში დადებითად ერთხმად არის შეფასებული, ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კომიტეტის ხმა დასრულებულია.